ჰქონდათ საშინელი სიძულვილი. ასლანაბაშიძე სულ ეჭობდა, რომ შევერნაძე მას მოკლავდა. ერთხელ ჩავედით, ხო იმას გიყვებოდით ბათუმში, იქ რაღაცა სხდომა ჰქონდა და მითხრა შალო, იციო, ბახმაროზეო შეუმჩნევიათ 3 სამხედრო ფორმიანი პირიო. და შემომხედა და მე ვთქვი მე ბახმაროდან აქ რა უნდა დაგიშოვო ბატონო ოსლან. რას ლაპარაკობ შენო თანამედროვე შეერაღების ამბები არიციო, ამაზე მივიღებო მე ზომებს, ანუ ვიღაცამ გააგიჟა ჩაუტანა ამბავი, რომ იქ შევერნაძემ 3 ჯარისკაცი ბახმაროდან როგორ უნდა მოერთხათ, ასლანაბაშიძე ისედაც კურდღელივით იყო შუბში, ის ტყვიან სრულიად გაუგებარია, მაგრამ ნუ ფსიქოში იყო უკვე ჩავარდნილი. ერთხელ 97 წელი იყო, მან მიიღო ინფარქტი. ასლანმა საკმაოდ სერიოზული. და ამის პარალელურად ჟვანი ეხლა ნუ ოსტატი იყო ძალაუფლების ტრანსფორმაციების, ჟვანიამ დაიწყო აქტიურობა მის გადასაყენებლად, გადასარჩევად თუ გამჯერ დავამტყოფობის მოტივით, ხო, ობიექტური გარემოება არსებობდა, ხო? ურეკში გახსნა შტაბი და იქ დაიბარა მთელი ეს ასლანის მოადგილეები იყო თუ ნაზირვეზირები ვისწყავდა სათითაოდ გასაუბრებაზე. ეს რა თქმა უნდა მის მახვილ ყურს არ გამოეპარა ასლანის მიატოვა ოპერაცია გაუკეთეს მაგრამ შუნტირება და ის მაშინ მიატოვა ეს საავადმყოფოს გამოიქცა იქიდან მოკლედ დაბრუნდა სამსახურში და მიგვიპატიჯა ბობოყვაჩი იმ რეზიდენციაში სადაც ახლა საპატრიარქოა დაბუდებული საპატრიარქოს აჩუქეს მე ვიცი რომ ძიმე ამბავი მიიღო მაგრამ და ვიფიქრე ხლა რა ბობოყვათება ამ კაცს ჩავედით ბობოყვაჩი არის აღელვებული ზღვა. იქაური ქობულეთელი ბიჭები, დაცვის ბიჭებიც კი შეშფოთებულები. და მან გააკეთა რაღაცა კატერი, სწრაფმავალი კატერი, ასლანმა დაამზადებინა ბათუმში. 100 კილომეტრს ავითარებდა და მგონი თუ რაღაცას. და სულ ამაყობდა ამით. და როდესაც პირველად მაჩვენა ბათუმში, აღთხოვამდე მე ვუთხარი ბატონო ასლანა დაგვიბრუნები აფხაზეთით ეგარი ამისთან სწრაფი კატერებით ვინ მოგვიგებს ომს. არაო მითხრა მე მაგათ არ მივცემ ამ კატერსო თან ეს გამოცდილად მიყურებს რატო მე ვუთხარი ბავშვური გულობყოლობით აქ შემომივარდებიან აფხაზეთში გაწავლენ აქ შემომივარდებიან პრინციპი სწორი გაარტყა